ეს რასაც ეძახდნენ რაღაცა ნეოლიბერალური ცენტრი თუ რაღაცა რაც იყო რა. ანუ რაღაც მომენტში დაიწყო ლეგიტიმაციის კრიზისი, რომ ეს ეკონომიკა უკვე და ის 2008 წლის კრიზისი ასე შემდეგ და უკვე ყევა დაიწყო ლეგიტიმაცია, რომ ხალხი ანუ აღარ უჭერდა მხარს. გაიგე? და ეს ვინ არიან ესენი? ესენი არიან გლობალური ოლიგარქი. ბეზოსი, მასკი, აი ამ დონის ზუკერბერგი, ანუ ვინც აკონტროლებენ, ასე ვთქვათ, რამდენიმე ოჯახი, რომელიც არაფორმალური მარტო ერთი ხელიდან იმართებიან. და ეხლა დგას ეს გლობალური ოლიგარქია და ეს ოლიგარქია ხედავს, რომ ეს ცენტრი, ლიბერალური ცენტრი იწყებს რყევას რა. და ერთ მხარეს არის ბერნი სანდერსის ტიპის მოძრაობა, რომელიც იძახის, რომ მინიმალური იმიტომ სოციალიზმი ჯერ ერთხელ მოკლეს უკვე და ეხლა მეორეჯერ იწყება იმის გაცოცხლება და აქტუალური ხდება მათ შორის ამაზე მამდანიზე და იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ და სანდერსი იძახის რომ ამათ უნდა გაუზარდოთ გადასახადები ეს არის ანუ ეკონომიკური პრობლემა და ანუ ამ 1%-თან დაპირისპირება ამ ყველაზე მდიდარ 1%-თან და მეორე მხარეს ანუ მოდის ანუ ევანგელისტების და ტრამპისტების კონსერვატიული მოძრაობა რომელიც იძახის რომ პრობლემა არის ემიგრანტებში და ტრანსგენდერებში ეს ამასთანავე იძახის რომ ჩვენ შევუმციროთ ამათ გადასახადები. გაიგე? პოლიცია გავამკაცოთ. ხო, რაღაც ლიბერტარიანიზმთან ვინც მართავს ანუ სამყაროს, ანუ ამ ოლიგარქიას ორი არჩევანი რო დაუდგა რომ ან მემარცხენეობა უნდა გაძლიერდეს და ან უნდა გავაძლიეროთ ასეთი ტიპის კონსერვატიზმი, ანუ გააძლიერეს ესეთი ან ცხენი გამოიცვალეს, როგორც ბიძინა ივანიშვილმა გამოიცვალა ცხენი და ოლიგარქი ოლიგარქად დარჩა, ისი ამათმა ანუ ცხენი გამოიცვალეს იდეოლოგიური და გადაჯდნენ ამაზე, ხო? კონსერვატიზმის იმაზე, იმიტომ რომ იმას ხო არ იტყოდნენ რომ გადასახადები გაგვიზარდეთო და რა ქვია იმას კლიმატის დაიცავითო და რა ქვია რაღაცა ბუნების განადგურება არ დაუშვათ და რაღაც ეს რაღაცებს ხო არ იტყო ხელფასები გავზარდოთ და ამას ხო არ იტყო და დააფინანსეს ეს არის მთელი კონსერვატიული შეიცვალა რამე ანუ ძალაუფლების სტრუქტურა ანუ რაღაცა რადიკალური ტრამპის მოსვლით ანუ სოფლიოში ანუ შეცვლილი deep state-ი არ ანუ არის რაღაცა არ დასუსტებო